ბიში ბორჯომის ახალი ქარხანა გაიხსნა, ინვესტიცია $120 მილიონ შეადგენს. ქარხნის გახსნის თარიღი სიმბოლურად შეირჩა. ბორჯომი 135 წლისაა. საწარმოს საერთო ფართობი 48000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ბორჯომის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი ქარხნის გახსნისთვის განხორციელებული ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგის ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბორჯომი საქართველოს სავიზიტო ბარათი გახლავთ მთელს მსოფლიოში. $135 წლიანი ისტორია, თანამედროვე ტექნოლოგიები, $120 მილიონი ინვესტიცია. ბორჯომის ჩამოსასხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა. ახალი საწარმო ამ სექტორში მასშტაბითა და შესაძლებლობებით ყველაზე დიდია. ქარხანა წელიწადში 750 მილიონ ბოთლს აწარმოებს. გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია, რაც 2030 წლისთვის მილიარდი ბოთლის წარმოებას გულისხმობს. ჩვენ რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ და დავიწყეთ ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რასაც ერქვა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობა და შევეცადეთ, რომ მოგვესწრო და დაგვემთხვია ბორჯომის საიუბილეო თარიღისთვის. მოგეხსენებათ, ბორჯომის ბრენდი არის 135 წლის. ეს უკვე თავისთავად გავალდებულებს იმას, რომ ამ ბრენდს გაუფრთხილდეთ. ეს არის ერთადერთი ალბათ ქართული ბრენდი, რომელიც ცნობილია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის როგორც არაერთმა გამოსვლენმა აღნიშნა, ეს არის საქართველოს სავიზიტო ბარათი. და ძალიან მოხარული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს 135 წლის თავს იუბილეს ხვდებით მოდერნიზირებული ბოლო თაობის, ესე ვიტყოდი, ქარხნით. კომპანია აგრძელებს საკმაოდ სოლიდურ ინვესტირებას სოციალურ პასუხისმგებლობის სფეროებში, როგორც არის განათლება, სპორტი და ეს ყველაფერი უკავშირდება ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის. ახალი საწარმოს გახსნის ცერემონია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად და სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნავთ ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო სამუშაოები და დღეს შედეგად აქ ყვიბიში 58000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. 4 ულტრათანამედროვე ჩამოსხმელი ხაზის საწყის სიმძლავრე წელიწადში, როგორც გითხრეს, იქნება 750 მილიონი ბოთლი, 2030 წლისთვის კი მილიარდ ბოთლს მიაღწევს. ამ პროექტისთვის გააღებული 120 მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ სექტორში განხორციელებულა. ბორჯომი არის არამხოლოდ ისტორიულად პირველი დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანია საქართველოში, ის ყველას მოგეხსენებათ არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ ამ საწარმოში ბორჯომის 135 წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას. ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. შესაბამისად, ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლიან მდგრად მომავალს შორის. მისამებელია, რომ კომპანია არ ჩერდება მიღწეულზე და მოხმარებას თავაზობს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორც არის ბორჯომის ლიმონადი, აგრეთვე წყლის ახალი ხაზები. ეს ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას და იმკვიდროს თავი ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს. საწარმოში 4 ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური ხაზის წყლის ჩამოსხმისთვის განკუთვნილი სისტემა დამონტაჟდა. ბორჯომს ახალი ინოვაციური პროდუქტებიც დაემატა. ლიმონადი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი და ლიკანი არომატით. ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო. ახალ საწარმოში 600 ადგილობრივი დასაქმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოების თითოეულ ეტაპზე გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი.